მესამე ფორმულა, რომელზედაც ვისაუბრებ, არის ინდექსი და მატჩის კომბინაცია. მაგრამ სანამ აი ამ ორი ფორმულის კომბინირებაზე ვისაუბრებთ, მანამდე მინდა რომ ჯერ ცალკე ვისაუბრო როგორ მუშაობს და რას ნიშნავს ინდექსი და ცალკე ვისაუბრო მატჩის ფორმულაზე. მოკეთ, რა მინდა გავაკეთო? ის რაც წინა ვიდეოების შემთხვევაში, ანუ ცხრილში, სადაც მოცემულია სტუდენტების ქულების საგნების მიხედვით, გავიგო ნინომ ფიზიკაში რა ქულა მიიღო. ესე იგი, ჯერ დავიწყოთ, მოდით მატჩის გამოყენება, იმიტომ რომ მატჩი წერის თვალსაზრისით ძალიან გავს ვილოქაპის ფორმულას. მოკეთ, დავწეროთ ტოლობა, დავწეროთ მატჩი, ორჯერ სწრაფად დავაწყაბუნებ, ჩხილი გაიხსნა და მერე გამოვიძახოთ fx-ის ფანჯა. პირველი მოთხოვნა, აქაც ვილოქაპის მსგავსად, არის lookup value, ანუ რას ვეძებ. ეხლა როგორი რაღაცა ვყოლეთ, მე ვეძებ ნინოს და ვეძებ ფიზიკას, აი ამ ცხრილში და მე ამათ თანაკვეთაზე რაც ქულაც იქნება, ჩემ შემთხვევაში ეს გაყვითლებული უჯრა, ის უნდა მივიღო პასუხად. მაგრამ მატჩის პასუხი არის ხოლმე რიცხვი, რაც ნიშნავს ან სვეტის მისამართს, ან სტრიქონის მისამართს. ანუ მატჩს შეუძლია გაიგოს ნინო, აი ამ სვეტში მე რამდენია და ფიზიკა აი ამ სტრიქონში მე რამდენია. მაგრამ ერთ მატჩს არ შეუძლია ორი კრიტერიუმის პასუხი ერთად ვითხრას, ხო? ჯერ უნდა გავიგოთ ნინოს მისამართი ერთი მატჩის დახმარებით და მერე უნდა გამოვიძახოთ მეორე მატჩი და იმ მეორე მატჩს უნდა გავაგებინოთ ფიზიკის მისამართი. მოკეთ, ახლა დავიწყოთ ჯერ ნინოს მისამართის გაგება. და შესაბამისად, ეს იგი გამოვა, რომ ჩემი lookup value, ანუ საძიებო სიტყვა ყოფილა ნინო. მოვნიშნეთ და გადავიდეთ შემდეგ ნაწილში. მეორე მოთხოვნა არის lookup array. Lookup array არის ან სვეტი, ან სტრიქონი, სადაც უნდა მოიძებნოს ის დასახელება, რაც როგორც წესი მითითებულია lookup value-ში. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვიცით, ხო, ნინო მაქვს მითითებული lookup value-ის გრაფაში. შესაბამისად, მე უკვე ვიცი, რომ ცხრილში სახელები წერია აი აქ, აი ამ სვეტში, ხო, სხვაგან არ წერია, მარტო აქ წერია. შესაბამისად, რადგანაც ვამბობ, რომ მატჩში უნდა მოინიშნოს ან ერთი ცალის სვეტი, ან ერთი ცალის სტრიქონი, ესე იგი მე უნდა მომნიშნო მხოლოდ აი ეს სვეტი. იმიტომ რომ მოთხოვნა, რას ვეძებ, სად ვეძებ. და სად ვეძებს ნაწილში სრულად მომნიშნა ცხრილის ის ნაწილი, სადაც სახელები წერია. ბოლო გრაფაში match type-ში აქაც ვავსებთ ანალოგიურად, როგორც არის VLOOKUP-ის ნაწილში და HLOOKUP-ის ნაწილშიც. ანუ თუ მჭირდება ზუსტი მონაცემი, ანუ მაინც და მაინც ნინო ვიპოვო და არა, რა ვიცი, ნონა და სხვა მსგავსი სახელები, ხო? ამიტომ აქ უნდა დავწერო 0. მეუბნები OK-ს და პასუხად ვეღლობ 5-ს. 5-იანი ნიშნავს იმას, რომ აი ამ ჩამონათვალში მე-5 სტრიქონად წერია თურმე ნინო და მართლაც რო გადავთვალეთ, მე-5 სტრიქონად წერია ნინო. ეხლა მე მაინტერესებს ფიზიკის მისამართი და ფიზიკის მისამართისთვის მე ცალკე უნდა დავწერო მეორე მატჩი. მოდი აქ სახელებით მივაწეროთ, რომ ვიცოდეთ, რომლის მისამართებია. პირველი იყო ნინოსი და აქ უნდა გავიგოთ ფიზიკის მატჩი, ხო? და აქაც ანალოგიურად მოკლედ დავწერთ უდრის მატჩი. მე სწორად დავწერე, აი ეს არის მატჩი, ორჯერ სწრაფად დავაწყაბუნე და მერე გამოვიძახეთ fx-ის ფანჯა. აქაც იგივე თემა, ხო? lookup value-ში. რას ვეძებ? და ვეუბნები, რომ ამჯერად ვეძებ ფიზიკას. მეორე ნაწილში სად ვეძებ? lookup array-ის ნაწილი, ოღონდ ამ შემთხვევაში ისევ გავიმეორებ, ან ერთი ცალის სვეტი, ან ერთი ცალის სტრიქონი. ეხლა რა ხდება? მე ვიცი, რომ ეს საგნების დასახელებები წერია მეორე სტრიქონში, ხო? მაგრამ არ ვიცი ხა, ცხრილი პატარა, მაგრამ დიდ ცხრილში ხო არ მეწოდინება სად წერია. ხელით დათვლას არ დავიწყე. შესაბამისად, აი აქ მთლიანად მოვნიშნავ მეორე სტრიქონს. მთლიანად რა, ცხრილის ნაწილს მხოლოდ სადაც მონაცემები წერია, ხო? და მესამე მოთხოვნაში, მესამე ნაწილში, match type-ში აქაც წავჭავწერ 0-იანს და ამით Excel-ს ვეტყვი, რომ აი exact მონაცემი, ანუ ზუსტი მონაცემი მჭირდება. მეუბნები OK-ს და პასუხად ვებულობ 3-ს. ეს 3-იანი არის სვეტის მისამართი, ანუ რო გადავთვალო 1, 2, მესამე სვეტში ყოფილი წერია თურმე ფიზიკა. ეხლა დავიწყებ უკვე ინდექსის გამოყენებას. ინდექსის დახმარებით, ანუ რას გავაკეთებ? ინდექსს ვეტყვი აი ამ ცხრილში, აი ამ მე-5 სტრიქონში და მესამე სვეტში, კვეთაზე რა მონაცემის წერია, ის დამიწეროს პასუხად. ამას აკეთებს ინდექსი. მოგე დავწერე ინდექსი, ორჯერ სწრაფად დავაწყაბუნოთ,
გამოვიძახოთ fx-ი და რა ხდება? ინდექსი არის ორი ტიპის. მარტივი განმარტებით რო გითხრათ, არსებობს ერთ ცხრილთან მომუშავე ინდექსი და რამოდენიმე ცხრილთან მომუშავე ინდექსი. ან ჩვენ შემთხვევაში ეს არის ერთი ცხრილი, ხო? ამიტომ დავტოვებ პირველ შემთხვევას, array-ის ნაწილს და დავაწყობუნებ OK-ს. იხსნება ესეთი ფანჯარა, სადაც array-ის ნაწილში უნდა მოვნიშნო მთლიანი ცხრილი. ეხლა როგორ რაღაცა უყურეთ, ანუ აი ამ ფორმულას შევადარებ წინა ფორმულებს. ზოგადად ეს 4-ვე ფორმულა ერთ მიზანს ემსახურება, ანუ იპოვოს რაღაცა პასუხი ცხრილიდან, ხო? ამიტომ რაღაც ნაწილში ერთნაირი მოთხოვნებია შევსების დროს. ანუ ინდექსშიც მსგავსად VLOOKUP-ისა, HLOOKUP-ისა მოვნიშნე მთლიანი ცხრილი. ჯამში 4-ვე რო შევატარო, ესეთ რაღაცას ვიტყვი. VLOOKUP-შიც, HLOOKUP-შიც და ინდექსშიც უნდა მოვნიშნოთ მთლიანი ცხრილი. მათშის ნაწილში უნდა მოვნიშნოთ ან მარტო ერთი ცალის წვეტი, ან მარტო ერთი ცალის ტრიქონი. ხვდებით? ანუ ინდექს HLOOKUP-ს და VLOOKUP-ს აი ცხრილის მონიშნვის ნაწილში აქვს იდენტური მოთხოვნა. მოვინიშნოთ მთლიანი ცხრილი. ოკეი, მოვნიშნეთ და გადავიდეთ შემდეგში. ეხლა რა ხდება? აქ ინდექსს აქვს მოთხოვნა, რომ დავწეროთ row number, ანუ სტრიქონის მისამართი, მე რამდენი სტრიქონიდან ეძებოს პასუხი და მესამეში სვეტის მისამართი. ოღონ აი ეს მოთხოვნა სვეტის და სტრიქონის თვითონ აქვს თანმიმდევრობა ჩამოწერილი. ანუ ჯერ აუცილებლად უნდა დავწეროთ სტრიქონის მისამართი და მერე აუცილებლად სვეტის მისამართი. ანუ შემეშალოს არ შეიძლება, ან მოდი ჯერ სტრიქონი უთხრა და მერე სვეტი, უბრალოდ ჯერ სვეტი და მერე სტრიქონი, ესე არ შეიძლება. ჯერ ყველა ვარიანტში მხოლოდ სტრიქონი. და რატო ვამბობ ახლა ამას? იმას, რომ აი ესეთი ორი მოცემულობა რო გვექნებათ, თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ, რომელი სიტყვა უნდა აპონინოთ match-ს იმისთვის, რომ ჯერ გითხრათ სიტყვაზე სტრიქონის ნომერი და მერე გითხრათ სვეტის ნომერი. ხვდებით? ანუ თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ. ოკეი. ჯერ აქ უკვე მე მიწერია პასუხები, ხო? ამიტომ აი ეს პასუხებს მომნიშნავ. ჩემი სტრიქონის მისამართი არის ეს. და ჩემი სვეტის ნომერი არის აი ეს. ეხლა ვეუბნები just OK-ს და პასუხად ვღებულობ OK და პასუხად ვღებულობ 98-ს. რეალურადაც მართლა ნინომ ფიზიკაში მიიღო 98. ეხლა ეს ყველაფერი მე გავაკეთე ცალ-ცალკე უჯრაში, ხო? ანუ ერთი მატჩი ცალკე, მეორე მატჩი ცალკე და ინდექსიც კი ცალკე გავაკეთე. ეხლა აი ამ ყველაფერს მე გავაკეთებ ერთსა უჯრაში რა. და ანუ ინდექსს რო გამოვიძახებ, მე ინდექსშივე გავაკეთებ ამ ორცალ მატჩს. ვიწყებ ინდექსით. ოღონდ რატო ვიწყებ ინდექსით? იმიტომ რომ ინდექსი მეუბნება კონკრეტულად მისამართებს რო ვეტყვი, აი ამ უჯრების კვეთაზე რა მონაცემი წერია. ანუ შიგნით რაც წერია, ჩემ შემთხვევაში 98, აი იმას დამიწერს და წამოიღებს პასუხი. ოკეი, მოგე დავწერე ინდექსი. ამოვიძახოთ fx-ი, დავეთანხმოთ პირველს, იმიტომ რომ ერთ ცხრილთან გვიწევს მუშაობა, ვეუბნები OK-ს და იხსნება ფანჯი. array-ის ნაწილში აქაც მოვნიშნავ მთლიან ცხრილს, ხო, როგორც წინა ფორმულებში. გადავალ row-ს ნაწილში, სადაც ითხოვს სტრიქონის ნუმერაციას და აქ გამოვიძახებ match-ს. ხო, იმიტომ რომ match-ის დავალება ფუნქცია ასე ვთქვათ, იპოვოს ამ кейსის შემთხვევაში სტრიქონის დასახელება და მესამეში დავალება იქნება, რომ იპოვოს სვეტის დასახელება. მოკლედ, ჭხილი გავხსენი და აი ამ დასახელებაში აქვე დავაწყაბუნებ match-ს. რატო? იმიტომ რომ მინდა რომ აი ამ match-ის fx-ი გაიხსნას. გაიხსნა კიდევაც სერიალია, ხო? აგერ match-ი წერია და ვიწყებ შევსებას. ესე იგი, რას ვეძებ? ვიძებ ნინოს და lookup array-ის ნაწილში უნდა მოვძებნოთ, მივუთითოთ სად ვეძებ. და აქ ვუთითებ მთლიან სვეტს. ეხლა რა ხდება უყურე? რაზე მინდა ყურადღება, თქვენ ყურადღება გავამახვილოთ. იმაზე, რომ იდეაში მე მონიშნა დავიწყე ბევრი ნაწილიდან, უჯრიდან, ანუ მაშინდან, როდესაც რეალურად ბევრ უჯრაში არც არაფერი არ წერია. ეხლა რატო გავაკეთე ეს? გავაკეთე იმიტომ, რომ ინდექსში მე ცხრილი მოვნიშნე ბევრიდან დავიწყე მონიშნა და მე მთლიან ცხრილზე გადავედი, ხო? იმიტომ რომ მე მატჩი რომ მეტყვის თავის მხრივ, ესე ვთქვათ, სტრიქონის დასახელებას, ინდექსში რო სწორად გადათვლა დავიწყო, საწყისი უჯრა ინდექსისთვისაც და მატჩისთვის უნდა იყოს იდენტური. ხდებით? ანუ ორივემ დათვლა უნდა დაიწყოს აუცილებლად ბევრი უჯრიდან. და შესაბამისად, იმიტომ რომ ინდექსში
ასე მქონდა მონიშნული, მე იძულებული ვიყავი და არა არჩევანის და ნებაყოფლობით არ გამიკეთებია. ანუ მე იძულებული ვიყავი, აი აქ მატჩის ნაწილში, ლუკაფერის გრაფაში მონიშნა დამიწყო B2 უჯრიდან და არა სიტყვაზე B3 უჯრიდან, ანუ იმ უჯრიდან, რომელშიც რეალურად რაღაცა მონაცემი წერია, ხო? ეს არის, ესე ვთქვათ, მთავარი ახსნა იმისა, თუ რატო იწყებ მონიშნას სარიელი უჯრით. ოკეი, გადავალეხე შემდეგ გრაფაზე და აქ ჩავწერთ ნულიანს, იმიტომ რომ ამით ვეუბნები Excel-ს, რომ ჭირდება exact, ანუ ზუსტად ის მონაცემი, რაც lookup value-შია მითითებული. ეხლა, ოკეის არ ვაწყაპუნებ, რატო? იმიტომ რომ ოკეის თუ დავაწყაპუნე, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანი ფორმულის წერას მოვჭი, რათა იდეაში კიდე მაქვს სათქმელი ფიზიკა მე რამდენი სვეტშია, ხო? ამიტომ ოკეის დაწყაპუნება არ არის მიზანშეწონილი. გადავაწყაპუნებ ისევ ინდექსის გრაფაში, იმიტომ რომ ინდექსის ეფიქსი გამიხსნას, შემდეგ კოლუმნის ნაწილში და აქ ისევ ვიწყებ მატჩის წერას. დავწერე მატჩი, შემდეგ აი აქ ვაწყაპუნებ, რომ ამ მატჩის ეფიქსი გაიხსნას შესაბამისად და ვიწყებ ანალოგიურად. Lookup value-ში ვუთითებ რას ვეძებ ფიზიკას. Lookup array-ში სად ვეძებ? ოღონ აქ, რადგანაც მატჩია, ვუთითებ მხოლოდ ერთ სტრიქონს, სადაც აი ეს მონაცემები წერია, საგნები და აქაც ზუსტად ის დამოკიდებულება მაქვს, რაც წინა მატჩის შემთხვევაში, ანუ აქაც მონიშნა დავიწყე მაინც B2-დან და არა იმ უჯრიდან, სიტყვაზე C2-დან, სადაც რეალურად მონაცემები იწყება, ხო? არა, მაინც B2-დან, იმიტომ რომ ინდექსში ცხრილის მონიშნა დავიწყე B2-დან. ანუ აქაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულებაა, რაც პირველი მატჩის შემთხვევაში. და ბოლო გრაფა match type-ის შემთხვევაში ვეუბნებით ნულიანს, იმიტომ რომ მჭირდება exact, ანუ ზუსტი მონაცემი. ეხლა რა ხდება? ეხლა შემიძლია მე იდეაში ოკეის დავაწყაპუნო, იმიტომ რომ მოვჭი შევსებას, მაგრამ იმიტომ რომ მინდა მთლიანი სურათი დაგანახოთ, ამიტომ მე დავუბრუნდი ინდექსის fx-ზე და მოკლედ აქ ხდება ესეთი რაღაცა. მთლიანი array, ანუ მთლიანი ცხრილი და ვეუბნები, რომ აი ამ მთლიან ცხრილში მე-5 სტრიქონი 8 და მე-3 სვეტი, აი ამ თანაკვეთაზე რა რიცხვით მნიშვნელობაც არის, ის მინდა რომ დაწეროთ პასუხად. ვეუბნები ოკეის და აქაც პასუხად ღებულობთ 98. ეს იყო სულ ამ ორი კომბინირებული ფორმულის შინაარსობრივი და სინტაქსური ნაწილი.